იაკი ვეხალისებო ჩვენ აქ გქონა ბაძე ნორმალური ვასე თორა აი არაბები რო ჩამოყავან იქა გონიოს იმაზე და აი გაშლილ მინდვრებს რომ აძლევენ ჩვენ არ გვეყურთ ის აჭარლებს ჩვენი წინაპრები 300 წელიწადს იცავდა ჩვენ მიწაწყას და ახლა დახურში დაბრუნებას ვითხოვდა აი ხალხს რომ განცხადებები აქვს და წერილი ბინის თაობაზე რომ ატყუილებენ რა ნამუსით უყურებენ მერე თვალში ახალწელწადზე იმ ხელანაძვის რომ ამართეს აი გააკეთეს იქა ამ გაჭირვებულ ხალხს სანაგვეებში საუშვებენი ხარ და რას მეუბნებიან იცი შენო ჯანმრთელი არ ხარო და ამიტომ ვერ იმუშავებო იმ პერიოდში როდესაც რომ არჩევნები იყო მაშინ ხო შემეძლო მუშაობა და მაშინ ხო გამიყვანეს რომ არ მელაპარაკა არაფერი და პროტესტზე არ ვიყავი ახლა ახლა რა დაშავდა მითხარით და ახლაც კიდევ რომ მეუბნები იანვარში თანხას დაგეიხოთ ახლა მე რა გადავიხადე ხვალე ახლა ბინის ქირა მაგის აცენ ბინის ქირა ხო უნდა გადავიხადე 300 ლარი მაქვს დარიცხულ ფულს ვინახავ რომელიც რომ სამუშაოზე დამერიცხა იმ ფულს ვინახავ 300 ლარი 800 ლარი მაქვს გადასახდელი რით გადავიხადო ფულს ვითხოვ იმიტომ რომ ფაქტიურად სამსახური რომ მქონებოდა მე ჩემ თანხას მე გადავიხდი მე იმას კი არ ვითხოვდი რომ მე ფაქტიურად ბინის ქირა გადამიხადეთან და მეხმარებთან იმას არ ვითხოვდი მაგრამ ახლა როდესაც რომ მეუბნებიან რომ ჯანმრთელობის პრობლემა გაქვს და სამუშაოზე ვერ მიგიღებდო ჯანმრთელობის პრობლემა თუ მაქვს ხო სახელმწიფომ ხო უნდა გამომიყოს რაღაცა ფინანსი რომ მე ჯანმრთელობის პრობლემა მაქვს ვერ ვიმუშავებ და ამიტომ სახში ხო არ ვიждები არა მარტო ხელადედა ხართ სა როგორც რამდენი წლისაა თქვენი შვილი 14 წლისა